მოგესალმებით, მეგობრებო, ჩვენ ვაგრძელებთ სიმრავლეებზე საუბარს. ახლა ვისაუბრებთ ძირითადად სიმრავლეებზე, უნივერსალურ სიმრავლეზე, დამატებით სიმრავლეზე, მათზე ოპერაციებზე და ამისთვის გამოვიყენებთ გოგიშვილის შემაჯამებელი წიგნის მე-17 პარაგრაფს. დავიწყოთ აბა პირველი ამოცანა. მოდი ერთი რაღაც გავიხსენოთ ახლა, გავიხსენოთ რა არის უნივერსალური სიმრავლე. ნებისმიერი სიმრავლის, მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ დაასახელოთ სიმრავლე, რომელიც მოიცავს ასიმრავლეს. ანუ, რომლისთვისაც ასიმრავლე იქნება ქვესიმრავლე. ესე იგი, უნივერსალური არის სიმრავლე ნებისმიერი მოცემული ასიმრავლესთვის, რომლისთვისაც ასიმრავლე არის ქვესიმრავლე. რაღაცნაირად ფლატკებრიელად ვერ დავალაგეთ წინადადება. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ უნივერსალურ სიმრავლეში უნდა იყოს ჩართული მოცემული სიმრავლე. შესაბამისად, დამატებითი სიმრავლე არის ყველა იმ ელემენტის ერთობლიობა, რომელიც შედის უნივერსალურ სიმრავლეში, მაგრამ არ შედის ასიმრავლეში. ანუ ასიმრავლის გარეთ მდგომი ელემენტების ერთობლიობა, რომლებიც უნივერსალური სიმრავლის ნაწილია. აი ეს ყველა იქნება, აი ესენი არიან, მეგობრებო, ყველა მოდით წითელი ერით აღნიშნოთ. ასიმრავლის, ასე თავზე პრივს გავუკეთებთ დამატებითი სიმრავლე. რა უნდა გვახსოვდეს აუცილებლად ასიმრავლესა და მის დამატებით სიმრავლეზე? უნდა გვახსოვდეს, მეგობრებო, რომ მათი გაერთიანება აუცილებლად იქნება უნივერსალური სიმრავლე, ხოლო მათი თანაკვეთა, რა თქმა უნდა, იქნება ცარიელი სიმრავლე, რადგან ამ ორ სიმრავლეს საერთო ელემენტი არ ექნება. შესაბამისად, მეგობრებო, მოდი ახლა სადაც შევხვდება მსგავსი საკითხები, უბრალოდ ეს დეტალი შეგახსენეთ, ახლა მოდი გავყვეთ რა ხდება თითოეულ მაგალითში აქ. თუ ასიმრავლე არის ცარიელი სიმრავლე და B რაიმე სიმრავლე, მაშინ რა იქნება მათი თანაკვეთა? არ დაგვაძლევს თანაკვეთა რა არის? თანაკვეთა არის საერთო ნაწილი, რაც ამ ორ სიმრავლეს გააჩნია. ცარიელ სიმრავლეს საერთო რა იქნება ნებისმიერ სხვა სიმრავლეს და რა თქმა უნდა, მეგობრებო, ისევ და ისევ ცარიელი სიმრავლე. მეორე, მოდი ვნახოთ აბა. თუ აი, კვლავ ცარიელი სიმრავლეა, B კი რაიმე სიმრავლე, მაშინ რა იქნება მათი გაერთიანება? ანუ ორივეში ერთად სულ რამდენი ელემენტი იქნება და ცხადია, ცარიელი სიმრავლე წვლილს ვერ შეიტანს ქვესიმრავლებთან გაერთიანების დროს, ვერც ერთ ახალ ელემენტს ვერ დაამატებს და ამიტომ მათი გაერთიანება კვლავ და კვლავ იქნება B სიმრავლის ელემენტები, მეგობრებო. მესამე ამოცანა. ყოველი ადაბის სიმრავლისთვის თუ ჩართულია B-ში. ნუ ეგ შეგვიძლია უნდა დავხატოთ ოქროები, თუ ჩართულია B-ში, მაშინ შეგვავსათ იქნება შემდეგი კონსტრუქცია, ხო? აბა მოდი ვნახოთ ახლა რას გვეკითხებიან. ხოვენ მათ გაერთიანებას. რა არის ახლა ამ სიტუაციაში ერთობლიობა? რა თქმა უნდა, თავად B სიმრავლე. აბა მოდი ვნახოთ სადაც. აი B უნდა იყოს პასუხი. მეოთხე ამოცანა. ყოველი A და B სიმრავლეებისთვის მათი თანაკვეთა რა იქნება თუ ჩართულია B-ში. შესაბამისად, მეგობრებო, აი ზედა ნახაზი, აი აქ რაც ჰქონდა დახაზული, კვლავ გამოვიყენოთ. რა იქნება მათი თანაკვეთა, ანუ საერთო ელემენტები, რაც ერთში შედის და მეორეშიც, რა თქმა უნდა, იქნება ასიმრავლე. ახლა ეგ ძალიან მარტივი კონცეფციები არაა რთული მათი მიხვედრა, მაგრამ აი ერთში რომ გააკეთებთ ამას, მოდით რა მე კიდევ გადაავლეთ ამ დავალებას თვალი, გამოიყენეთ თუნდაც ჩვენი ვიდეო ამისთვის და შეეცადეთ თქვენ თვითონ გაიმეოროთ ეს დეტალები, უბრალოდ ჩემი დახმარების, აი სანამ ჩვენ ავხსნით, მანამდე თქვენ თვითონ რომ თქვათ. და ალბათ დაგამახსოვდებათ და მუდმივ ცოდნად იქცევა უკვე. აბა მითხრა ნახოთ ახლა. სულელზე დაშტრიხულია აი ეს ნაწილი, ხო? ეს ნაწილი და ჩვენ უნდა ავსახოთ ახლა ეს ლოგიკურად უნდა გადმოცეთ, ხო? ჩანაწერით. და ეგ რა არის ეს სხვა არაფერია თუ თანაკვეთა A და B სიმრავლის. მორჩა დავთავრეთ. და ახლა ჩვენ წავშალოთ ეს, ხოთი ცოტა გავზარდოთ. ასე. ახლა ოკეი, ნორმალურია და ახლა ჩავსკროლავ. ცოტა პეტრიფოლები არა, და იმედია, კარგად ჩანს. მე გაჯეთებზე თუ ლეპტოპში ეს.
ახლა მეექვსე ამოცანა რა ხდება? ნუ ვიყენებთ ჩვენ ახლა მეგობრებო ამ ნახატს, ამ ნახატის მიხედვით უნდა თქვა, დაშტრიხულია ყველაფერი და ამ ყველაფერს ჩვენ ნავსახავთ როგორ? გაერთიანებით. მეშვიდე n-ი ნატურალური რიცხვი, კი ბატონო. z-ი მთელი, როგორც წესი, იმას აღნიშნავს ეს აღრიცხვები, რასაც ყოველთვის. გამოსახეთ ეს სიმრავლეები ვენის დიაგრამებით. მეგობრებო, რა კავშირია ნატურალურ და მთელ რიცხვებს შორის? გაიხსენეთ მთელი რიცხვების განმარტება. რა არის მთელი რიცხვები? ეს არის ნატურალური, მათი მოპირდაპირე რიცხვები და ნული. ანუ ნატურალური რიცხვები ერთ-ერთი კომპონენტია, რაც თავიდან ბოლომდე შედის მთელ რიცხვებში. შესაბამისად, პასუხი იქნებოდა აი ესეთი. ავაში აღეგერიოთ ახლა n-ი უნდა იყოს z-ში. ოკეი. აბა დავაგრძელოთ კიდევ საუბარი ჩვენ. მერვე ამოცანა სურათზე ვენის დიაგრამებით გამოსახულ a და b სიმრავლეთა თანაკვეთა არის. აბა როგორ არის ნახატზე ახლა ეს ყველაფერი ხასახული მეგობრებო არანაირი საერთო, არც ერთი საერთო ელემენტი არ გააჩნია a და b სიმრავლეს. შესაბამისად, მათი თანაკვეთაც იქნება ცარიელი სიმრავლე, ხო? ანუ იქნებოდა g. პასუხი. ალბა მეცხრება რა სიტყვებს. თქვათ არის ნატურალური რიცხვების 5-ზე გაყოფის დროს მიღებული ნაშთების სიმრავლე. კაი, აბა დავწეროთ მაშინ რა იქნება 0 1 2 3 4, ხო? იმიტომ რომ 5-ზე გაყოფის დროს ნაშთებად მიიღება 0-დან მოყოლებული 4-ის ჩათვლით რიცხვები, ანუ 5-ზე ნაკლები რიცხვები რა, არა უარყოფითი. ნაშთი უარყოფითი არ არსებობს. აბა მე ვნახოთ რა არის b7-ზე გაყოფის შედეგად მიღებული ნაშთების სიმრავლეა, შესაბამისად 1 0 1 2 3 4 5 6 იქნება მეგობრებო. მაშინ მათი თანაკვეთა რა გამოდის? რა თქმა უნდა, მათი თანაკვეთა გამოდის არის ეს ნაწილი. ხო? 0-დან 4-ის ჩათვლით. შესაბამისად პასუხად უნდა დავწეროთ d. აი, მოდი ნახოთ ახლა რა სიტყვენ გავაკეთოთ მე-10 ამოცანაში. არის მამაკაცების სიმრავლე, b ავტობუსის მცხოვრების სიმრავლე. მოდი ეს არის ასე ვთქვათ, მამაკაცები, მამაკაცი. აი b არის ავტობუსის მცხოვრი. არ იყო სავალდებულო ხასი დამეწერა, მაგრამ მაინც უყუროთ. c არის მეგობრებო, თვითმფრინავის პილოტების სიმრავლე. ოკეი. პილოტებს დავწერ. პილოტები. პილოტი შეიძლება სხვა სატრანსპორტო საშუალებასაც ჰქონდეს, მაგალითად ფორმულა 1-ის წოლებსაც პილოტები ქვიათ, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში მხოლოდ თვითმფრინავზე ვკონცენტრირდებთ. და ვთქვათ აგრეთვე, რომ ვენის დიაგრამებით ეს სიმრავლეები ასე გამოისახება. ანუ ეს უნდა მივიღოთ პირობა და ეს რა მივიღოთ პირობად მეგობრებო, ვთქვათ ამ პირობებს შორის ასეთი თანაკვეთები თუ ჩართულობებია. ახლა უნდა გავყვეთ ჭეშმარიტი რა გამომდინარეობს აუცილებლად ამ ხაზიდან. აბა ვნახოთ. ყველა პილოტი მამაკაცია. ჩვენ წინა ლექციაზე ჩვენ აწერში ვახსენეთ, რომ ყველა რომელიც სიტყვის წინაც არის, ის პატარა რგოლად ითვლება. შესაბამისად, ესე იგი როგორ უნდა იყოს ყველა პილოტი, ან პილოტების რგოლი თავიდან ბოლომდე უნდა იყოს მამაკაცების რგოლში მოქცეული. კი ბატონო, ეს ხდება ასე. ამ ნახატის მიხედვით. ოკეი, ანუ პირველი წინადადება ჭეშმარიტია. მეორე. ყველა მამაკაცი ან პილოტია, ან ავტობუსის მცხოვრი. რას ნიშნავს ახლა ანან კავშირი? სამწუხაროდ მათემატიკის მასწავლებლებსაც გვაუწყდება ხოლმე ანან კავშირის ხასიათის საუბარი და ქართულზე ქართულის გაკვეთილების დროს არ ვამახვილებთ ხშირად ამაზე ყურადღებას, რომ ეს არის საკმაოდ მკაცრი გამონათქვამი, მკაცრი დიზიუნქცია ერთგვარად, რომელიც გულისხმობს, რომ მოცემული ორი პირიდან მხოლოდ ერთი უნდა შეცვლდეს. ანუ ვერც ის მოხდება, რომ ორივეზე უარი თქვა, ეგეც პირობის დარღვევა იქნება. და ვერც იმას იზამთრ, რომ ორივე შეასრულოთ, ესეც პირობის დარღვევა იქნება. რომ მაგალითად თქვენ ახლობას კაც პირობას უყენებ, რომ ან მე, ან ის. ხო? რას ნიშნავს ეგ, რომ თუ აღარ მასთან შეინარჩუნებს კომუნიკაციას და შენთან ურთიერთობაზე უარი თქვა, უნდა თქვას, ან და პირიქით, შენთან უნდა შეინარჩუნოს კავშირი და მასთან უნდა თქვას ურთიერთობაზე უარი.
ანუ ან კავშირი ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთ-ერთ უნდა შესრულდეს. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა მამაკაცი ან პილოტი, ან ავტობუსის მძღოლი, გამოდის, რომ სხვანაირ მამაკაცს ვერ ვნახავთ. და აი ნახეთ, აბა დააკვირდით აქ სქემას, როგორი სიტუაციაა. აი, აბა ესენი როგორი ხალხი არიან, ესენი ნახეთ, არც ბეში რომ არ შედიან და არც პილოტები რომ არ არიან. ხომ გამოდის, რომ ამ ნახაზის მიხედვით არსებობენ ისეთი მამაკაცები, რომლებიც არც პილოტები არიან და არც ავტობუსის მძღოლები. მაშასადამე ეს კავშირი დარღვეულა, ანა კავშირი. კარგი. აბა მოდი ახლა ეს ტყუილია. შესაბამისად მესამე პირობა, მეორე პირობა, B პირობა. აქ ორივეგან ბეწერია. აი ეს იგივე კი არის. ავტობუსის ყველა მძღოლი მამაკაცია? არა, მეგობრებო, იმიტომ რომ მამაკაცების გარეთ, მოდი ვცვალებია, მოდი აი მამაკაცების გარეთ, აი ასე, ხო, ვინ არის? ხო, არა მამაკაცი, ხო? ტრადიციული კიბით უნდა იყვნენ ქალები, არა? აი ასე. და შესაბამისად, თუ მამაკაცების გარეთ ქალები არიან და B სიმრავლესთან მათ თანაკვეთა გააჩნიათ და B სიმრავლე ავტობუსის მძღოლებია, ესე იგი ქალი ავტობუსის მძღოლებიც ყოფილა ამ ნახაზის მიხედვით, არა? კი ბატონო, მაშასადამე ავტობუსის ყველა მძღოლი მამაკაცია, მცდარი ფრაზა იქნებოდა. ეს ფრაზაც მცდარი. და ნახოთ ახლა D პასუხი. ავტობუსის ყველა მძღოლი პილოტია, ანუ რა თქმა უნდა, ეგეც წმინდა წყლის სისულელი გამოდის მოცემული პირობებიდან გამომდინარე, ავტობუსის მძღოლი, ან B სიმრავლე უნდა ყოფილიყო მაშინ C-ში მოქცეული და მათ საერთოდ არ გააჩნიათ. შესაბამისად, აქ სწორი ჭეშმარიტი პასუხი იყო A. აი, მოდი გავაცილოთ კიდევ მუშაობა. მოდი სიტყავს ახლა მე-11 ამოცანა. თქვათ n ნატურალური რიცხვთა სიმრავლე. ოკეი, n ნატურალური რიცხვებია. სამი შეერადი ნატურალური რიცხვებია. მაშინ რას ნიშნავს n-ის თანაკვეთა 100-თან? მეგობრებო, სამი შეერადი ნატურალური რიცხვები ხო თავიდან ბოლომდე იქნება ნატურალური რიცხვებში, ხო? ანუ სიმრავლე იქნება ნატურალური რიცხვებში. მაშინ მათი თანაკვეთა, ანუ საერთო ელემენტები რა იქნება? ის რაც ორივეში შედის. ანუ ამ შემთხვევაში პატარა სიმრავლე თავის თავში შედის, რა თქმა უნდა, და ეს სიმრავლეა და შედის ნატურალური რიცხვთა სიმრავლეშიც. მე-11-ში პასუხი უნდა იყოს B. მე-12. თქვა და არის კენტი ნატურალური რიცხვების სიმრავლე. ოკეი, არის კენტი რიცხვები. B არის ლუწი ნატურალური რიცხვები. კი ბატონო. მაშინ მოცემული ტოლობებიდან. ნუ რომელი არის ჭეშმარიტი უნდა ვთქვათ ახლა, ხო და შევარჩიოთ მე შესაბამისად აი აქედან შევარჩიოთ პასუხებს. თანაკვეთა, რა თქმა უნდა, არის სიმრავლე იქნება, მეგობრებო, იმიტომ რომ ლუც და კენტ რიცხვებს საერთო არ გააჩნიათ, არ არსებობს ისეთი რიცხვი, რომელიც თან ლუწი იქნება, თან კენტი. ხო? თუ ლუზე გაქვთ დუალისტური რაღაც წარმოდგენა, ან საერთოდ ვიცი, რაღაცები ამბობენ, რომ არც ლუწი, არც კენტი, ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში, ჩვენს დაშვებაში, ნული იქნება, რომ უნაშტოდ იყოფა 2-ზე და შესაბამისად გამოდის, რომ ის ლუწი რიცხვია. ამიტომ ნებისმიერი, ხო, ჯერ ერთი ნული ნატურალური რიცხვი არ არის და არც უნდა გვესაუბრა მასე, მაგრამ ნულიც ლუწი რიცხვია, ამიტომ დამეტყვა. მათი გაერთიანება რა იქნება? მათი სწორია ეს ფრაზა, აი კენტი რიცხვები და ლუწი რიცხვები ერთად რომ შევაერთოთ, აუცილებლად ნატურალური რიცხვს მივიღებთ. თუ არ გამოგრჩება რომელიმე რიცხვი, არ გამოგრჩება. მართლაც თითოეული მათგანი, რომ ავიღოთ ყველა მათგანი, მივიღებთ ნატურალურ რიცხვებს. აი, აქ ერთი შეხსება მინდა გავაკეთო, გვაქვს ადრე საუბრები, აი, მარტი რიცხვები მაგებოთ. გაგეერთიანებინათ შედგენილ რიცხვებთან. აი, აქ უკვე ეს არ იქნებოდა ნატურალური რიცხვები. იმიტომ რომ ერთი კომპონენტი აკლია მას, აკლია ერთიანი. ერთიანი არც მარტივში შედის, არც შედგენილში და ცალკე არის. აი, ერთიანიც რომ ქონოდა ასე ჩვენ, რომ აქ გარიყავდა სიმრავლე ერთიანი აგვიღო, მაშინ კი ბატონო მივიღებდით ნატურალურ რიცხვთა სიმრავლეს. აი, გადავაწყვეტს. კი, აღმოსავლეთთან კავშირში არ არის, მაგრამ უბრალოდ ანალოგია გავაკეთეთ. აბა რა ხდება გაერთიანება ცარიელი იქნება, ანუ როგორ იქნება გაერთიანება ცარიელი? ტყუილია და თანაკვეთა n იქნება, რა თქმა უნდა ეს ტყუილია და შესაბამისად მე-12-ში გამოდის პირველი და მეორე. მხოლოდ პირველი და მეორე. G უნდა იყოს პასუხი.
ფორმატში. მართალი. და მოდივით მეცალეთ. აგერ ხედავთ ასიმრავლეს, აგერ ხედავთ ბესიმრავლეს და გთხოვენ სხვაობას. აი სხვაობა საკმაოდ საინტერესო კონცეფციაა და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ რა არის სხვაობა. ბეს აი ამ შემთხვევაში ახლა ბეს გამოკლებული ას გთხოვდნენ და მოდი დავწეროთ. ეს არის ისეთი ელემენტების ერთობლიობა, რომლებიც ეკუთვნიან ბეს მეგობრებო და იმავდროულად არ ეკუთვნიან ასე ვთქვათ, არ ეკუთვნიან ოქროები ას. ანუ თუ თანამკვეთ სიმრავლეებს განვიხილავთ და გვაინტერესებს ბეს გამოკლებული ა, ეს იქნება ის ელემენტები, რომლებიც ეკუთვნიან ბეს და არ ეკუთვნიან ას. აი ეს არის ბეს გამოკლებული ა. შესაბამისად, რა სიმრავლე იქნებოდა ეგ? ბეს ისეთი ელემენტი უნდა გვეთქვა, რომელიც აში არ შედიოდა და ასეთი არის მეგობრებო ორიანი. ანუ პასუხი უნდა იყოს B. პატრი. მე-14. თქვათ უნივერსალური სიმრავლეა, U' რა არის? დამატებითი სიმრავლე მეგობრებო ყოველთვის რას აჩვენებს? ფაქტობრივად ეს არის იმ ელემენტების ერთობლიობა, რომელიც მოცემული სიმრავლის გარეთ მდებარეობს, ანუ მოცემულ სიმრავლეს ავსებს უნივერსალურ სიმრავლედ. ახლა წარმოიდგინეთ. მოცემულია უნივერსალური სიმრავლე. და მე მჭირდება ის ელემენტები, რომელიც მას შეავსებს საკუთარ თავამდე, მისივე თავამდე. მას ჭირდება რამე საკუთარ თავამდე შესავსებად? არა. ესე იგი, რა იქნება მისი დამატებითი სიმრავლე? რა თქმა უნდა, ცარიელი სიმრავლე. ფაქტობრივად, როდესაც ჩვენ ასიმრავლეზე საუბრობთ, მისი დამატებითი სიმრავლე არის უნივერსალური სიმრავლის გამოკლებული მეგობრებო სიმრავლე თავიდან მოცემული სიმრავლე. ახლა თუ ჩვენ გვინდოდა უს დამატებითი სიმრავლე, ესე იგი უსთვის უნდა გამოკვეკლო მისივე თავი. და ეგ რა არის? ცარიელი სიმრავლე ხო იგი. სად არის პასუხი? ნუ 14-ში უნდა ყოფილიყო ა. მე-15. X-ი თუ ეკუთვნის ას გამოკლებული B-სო, ანუ ასა და B სხვაობას, მაშინ ის რას ნიშნავს? ნიშნავს, რომ X-ი უნდა იყოს A სიმრავლეში, მაგრამ არ უნდა იყოს B სიმრავლეში. აი, აგერ არის მეგობრებო ეს, ის უნდა ეკუთვნოდეს A სიმრავლეს, მაგრამ არ უნდა ეკუთვნოდეს B სიმრავლეს. აბა ვნახოთ ახლა რა ხდება 16-ში, 16-ში რაღაც თითქოს განრიგებადობასავით არის მოცემული, მაგრამ ძალიან მარტივი ლოგიკაა. აი წარმოიდგინეთ ახლა ჩვენ რო გქონდეს აქ A + B + C, ხო ვიცით არა აქვს მნიშვნელობა მეგობრებო, დაჯგუფებას აქვს A-ს და B-ს შევკრებ და მერე C-ს დავუმატებ თუ B-ს და C-ს შევკრებ და მერე A-ს დავუმატებთ და აქაც როცა გაერთიანებაზე საუბრობ, რა მნიშვნელობა აქვს შენ B და C სიმრავლის ელემენტებს გააერთიანებდი, აიყვანდი და მერე შევერთებდი მას A-თ, თუ ჯერ ადგები აგერ A-ს, A ელემენტების სიმრავლის ელემენტებს აიღებ და B-ს და მერე შევერთებ მას C-ს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, შესაბამისად მეგობრებო მე-16-ში პასუხი იქნებოდა G. და სხვები აი პარტივის თანაკვეთები, საერთო ელემენტები შუაშია. ყველა მინდა მე. ესენი მარტივად ირიცხებოდა. მე-17-ში ახლა საინტერესო სიტუაციაა, მეგობრებო, ზოგადად, მაგრამ მარტივი ლოგიკა აი ფრჩხილების გახსნასავით არის. დისტრიბუცია ახლა რა ტერმინს დაარქვათ ამას მნიშვნელობას, თავარია ერთგვარი ლოგიკა მუღამი დაიჭიროთ რა რასუდეს, აი ჩვენ რო ფრჩხილს ვხსნით ხოლმე, რამდენად დაგეხმარებათ ეხლა ხავის გაგებაში სხვა თემაა, მაგრამ დასამახსოვრებლად მარტივია, აი როდესაც თქვენ ფრჩხილების გახსნას აკეთებთ და ასამრავლებთ B-ზე და ასამრავლებთ C-ზე, ისე ვქრებთ, ხო? აქაც იგივე, აი A-ს თანაკვეთ B-სთან, A-ს თანაკვეთ C-სთან. და გააერთიანებთ მერე მათ. ფრჩხილის გახსნასავით გამოდის, მეგობრებო, სად არის? უნდა იყოს აქ D პასუხი. ალბათ D არის პასუხი. რომ აღმოცენდეთ, რომ ასე იქნებოდა სასახად.
კარგი ბატონო, რა შეგვიძლია ახლა აქ გავაკეთოთ? რომ ნახაზეთად შეგიძლიათ თამაში დაწმუნდეთ, აი, დიდი პრობლემა ანუ დახაზეთ ეს, ჯერ გაერთიანეთ BC-სთან და მე მონიშნეთ 100-თან თანაკვეთა გააფერადეთ, მე ჯერ 10 თანაკვეთით B-სთან, 10 თანაკვეთით C-სთან და მე გააფერადეთ რა იქნება ხას გაერთიანება, აი, ამ თანაკვეთების გაერთიანება და დაწუნდებით რომ ზუსტად ერთი და იგივე არ იქნებოდა ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში დაშტრიხო. ჩავსხოლოთ. პირიქითა და აქაც ჩხილის გახსნასავით იქნება 100 გაერთიანება B-სთან, 100 გაერთიანება C-სთან, თანაიკვეთება მე ესენი ერთმანეთთან. მოდი ვნახოთ მე-19. სამივეს გაერთიანება გვინდოდა უქროები, რომ ელემენტები უნდა 4-ვეს გაერთიანება, უსწრათ 4-ვეს სიმრავლე და უბრალოდ უნდა გვახსოვდეს, რომ სიმრავლეში ელემენტი არ უნდა მეორდებოდეს და შესაბამისად ახლა ორ-ორიანს არ ჩავსვამდი შიგნით. თუ უკვე აღებული გაქვს რომელიმე სიმრავლიდან ელემენტი, მაშინ ის მეორე სიმრავლიდან უკვე მაშინ არ ჩაისმის. ეს მარტივი იდეა იყო. იდეა არ შეგვეშლება. მეალოც. თქვა და არის 30-ის მარტივი განყოფების სიმრავლე. ოკეი, შეგვიძლია ჩამოვწეროთ ისე პრინციპში რამდენი მარტივი განყოფი ახლა 30-ს აქვს. შეგიძლიათ 30 მარტივ ამრავლებად დააშალოთ და ესე ჩამოვწეროთ, მაგრამ 30-ის მარტივი განყოფებია 2, 3, 5. ვნახოთ B-ს რამდენი მარტივი განყოფი აქვს? B-ს არის 2, 3, 7. მაშინ მათი გაერთიანება რა იქნება? 2, 3, 5, 7 არა? ხა, ეგ იქნებოდა მათი გაერთიანება. მარტივია ეგეც. 21. ხა და არის ლუცი ნატურალური უცხოების სიმრავლე, B ორნიშ ნატურალური უცხოების სიმრავლე, მათი თანაკვეთა. ახლა, როცა ასე ვერბალურად გვაწვიან ინფორმაციას, თანაკვეთა ყოველთვის იქნება ისეთი ელემენტების ერთობლიობა, რომელსაც ორივე თვისება გააჩნია. ანუ ერთი თვისება რა იყო, მეგობრებო? ერთი თვისება იყო ლუცი უნდა ყოფილიყო, ლუცი ნატურალური, მეორე თვისება ორნიშნა უნდა ყოფილიყო და ორივე თვისების ერთობლიობა, ანუ მათი თანაკვეთა, ესე იგი დაკავშირი ერთიც და მეორეც რა არის? თან უნდა იყოს ლუცი, თან უნდა იყოს ორნიშნა. რა თქმა უნდა, ეს იქნება ლუცი ორნიშნა რიცხვების სიმრავლე. ალბათ ხო და კონკრეტება დაჭრდებოდა ნატურალურები, როგორ თქვა. რაც სწორი არ გამოდის ახლა ეგ. ნუ გეიქნებოდა პასუხი, მივხვდით ავტორი რასაც გულისხმობს. 22. ნუ არის ორი სიმრავლის ურთიერთობა საუბარი, მაგრამ ერთი სიმრავლე წარმოდგენილია წრფით, მეორე სიმრავლე წარმოდგენილია წრით. წრე ოღონდ ნიშნავს, რომ შიგთავსის წერტილებიც გვინდა. წრეწირი არის მარტო გარერკალი როცა გინდა და წრე არის მეგობრებო, როცა თავის შიგთავსიანად გინდა, ხო? ანუ ეს მუქი წერტილების ერთობლიობა ქვემოთაც და აქაც mn წრფი არის აღებული, ხო? რაღაცა ორ mn წრფიზე გამავალი. ჩვენ ვეძებთ ახლა მეგობრებო მათ თანაკვეთას რა და აი ნახაზის მიხედვით თუ გვეთქვა რა შეიძლება ყოფილიყო მათი თანაკვეთა. როგორც ნახაზიდან გამომდინარე უნდა გვეთქვა ახლა თუ აი მე რომ დავხაზე ასეთი სიტუაცია, რა თქმა უნდა, წრფეს და წრეწის ერთობლიობითი საერთო არა აქვს. აი მაგალითად ასე რომ ყოფილიყო, მაშინ საერთო იქნებოდა მხოლოდ ერთი წერტილი და ასე შემდეგ. და ახლა საერთო არის რა? თვითონ mn მონკვეთი არა? იმიტომ რომ mn მონაკვეთის ყველა წერტილი ეკუთვნის mn წრფესას და ეკუთვნის წრესაც. შესაბამისად პასუხი უნდა იყოს mn მონაკვეთი ან mn ქორდა, იმიტომ რომ mn-ი ქორდას წარმოადგენს ამ შემთხვევაში წრეწირში. ეგ 23-ში რა ხდება? აბა, არის ავტობუსის წყლების სიმრავლე, B არის იმ ადამიანების სიმრავლე, რომელსაც მართვის მოწყობა აქვს, ანუ ავტობუსი, მართვის მოწყობა და თუ ყველა წყლს მართვის მოწყობა აქვს, მაშინ C. ბოდიში და ყველა წყლს მართვის მოწყობა აქვს, ანუ ყველა წყლს თუ აქვს მართვის მოწყობა
ესე იგი, არის ავტობუსის მძღოლები, მოდი ასე ვიტყვი, ეს იყოს მძღოლების რგოლი, აი ეს. თუ ყველა მძღოლს ზოგადად მართვის მოწყობა აქვს, მაშინ გამოდის, რომ მართვის მოწყობის როლში უნდა შედიოდეს, ხო? მართვის მოწყობა. კი ბატონო, არაბერიოს რამდენჯერმე ვიტყვი კითხულობ ახლა რომ არაბერიოს თუ ავტობუსის მძღოლების სიმრავლე, B არის ადამიანის სიმრავლე, თუ ყველა მძღოლს მართვის მოწყობა აქვს, კი ბატონო. და ავტობუსის მძღოლები თავად მძღოლებში არ შედის, ანუ აქ არ არის ასე. მაშინ თუ ყველა მძღოლს მართვის მოწყობა აქვს, მაშინ რა ხდება? A უდრის B-ს, ანუ A არის ეს, ავტობუსის მძღოლები მართვის მოწყობა არის B. ვერ ვიტყვით ოქროები. და A ჩართულია B-ში კი, აუცილებლად A ჩართული გამოდის მეგობრებო B-ში. B ჩართული A-ში ტყუილი ხდებოდა და შესაბამისად A-ს თანაკვეთა B-სთან ცარიელი სიმრავლეა, ეს ტყუილი ხდება. კარგი, პასუხი უნდა ყოფილიყო B. კი ბატონო. ხო, 24 გავაკეთოთ, გავარჩიოთ. ჯერ. 24-ში გამოსახული იყო აგერ არის მეგობრებო ნახაზზე გამოსახული მოცემული სიმრავლეები, ხედავ 7 არი მიიღება და კითხვა 100 და C-ს თანაკვეთა როგორ შეგვიძლია წარმოვადგინოთ ნახაზზეო და ნახოთ სად არის A აგერ არის C აგერ, მათი თანაკვეთა ოქროები არის ეს, ხო, აი ეგ სიტუაცია და უბრალოდ ახლა გამოვაჩინოთ მეოთხე და მეხუთე სიმრავლეების რითი ეს უკვე გაერთიანება იქნება, ხო? აი, ამ ნაწილებისგან შედგება, მე ვფიქრე ახლა გაერთიანებას დაწერეთ. ხო, არა, მეოთხე და მეხუთე ნაწილებისგან შედგება. 24-ში პასუხი დოდოა შესაბამისად. ახლა ალბათ ერთ-ერთი ანუ აქ მეკონა 25-ში განახეთ ერთ-ერთი რთული ფორმულა, რაც ჩემი აზრით მაინც დაზეპირება აჯობებს და მისი დამტკიცება ყოველჯერზე დასაბუთება თუმცა მარტივად შეიძლება ნახაზით ახსნათ, მაგრამ მაინც აჯობებს დაიმახსოვროთ. ეს არის A-ს დამატებითი სიმრავლე, B-ს დამატებითი სიმრავლე და მათი თანაკვეთა. ახლა ლოგიკა როგორია? თუ თქვენ გთხოვენ რაიმე ოპერაციის, აქ შეიძლება იყოს ან გაერთიანების დამატებითი სიმრავლე, ან თანაკვეთის დამატებითი სიმრავლე, მეგობრებო. რას უდრის პასუხი, როგორ უნდა დაიმახსოვროთ? დამატებითი სიმრავლე ხო ფაქტობრივ უარყოფას წარმოადგენს. უარყოფა რას ნიშნავს, მეგობრებო? როდესაც თქვენ ასიმრავლე გაქვთ მოცემული და გთხოვენ ასიმრავლის დამატებით სიმრავლეს, აი, აპრიმი, ეგ რა არის? ეს არის ასიმრავლის უარყოფა. ну მაგალითად თუ ასიმრავლე არის ექიმების სიმრავლე, მისი დამატებითი სიმრავლე იქნება არა ექიმები, ანუ ექიმების უარყოფა, ხო? და შესაბამისად, ახლა როგორ შეგიძლიათ იცით დაიმახსოვროთ, რომ ამის შედეგი იქნება ყველაფერი იმის უარყოფა, რაც არის მარცხენა მხარეს. ასიმრავლის უარყოფა არის ას დამატებითი სიმრავლე. B-სიმრავლის უარყოფაა B-ს დამატებითი სიმრავლე. ასიმრავლე მათგან გაერთიანების უარყოფაა თანაკვეთი. ხო, აქაც იგივეს გააკეთებთ. დამატებითი სიმრავლე და გაერთიანება. მოგონია რომ ეს საკმაოდ მარტივი დასამახსოვრებელი ასე მოდი ახლა ის ჩვენება ხაზად შეიძლება თქვენ განიხილოთ სიმრავლე B-სიმრავლე აქ აჩვენოთ რა არის აი მაგალითად პირველი მათი გაერთიანება და მაშინ დამატებითი სიმრავლე იქნებოდა ის გარე არე. აი მოდი იყოს განახილოთ როგორ შეგიძლიათ ეს ნახაზით დაასაბუთოთ ახლა. მოდი ასე გავაკეთოთ. ვიფიქრე ცოტა დროს დავზოგავ, მაგრამ იყოს. ნახოთ. ამაზე საინტერესო პრინციპში მეტი არც არაფერი აქვს. ავით სიმრავლე დილავასად. ავაკეთოთ. ავიღოთ B-სიმრავლე. ცოტა კოდიში გოლი. ავსახოთ. ავიღოთ ასე B-სიმრავლე. ეს არის A-სიმრავლე, ეს არის B-სიმრავლე. რა არის მათი გაერთიანება?
მოდი რაიმეთი ახლა გავაფერადოთ ჩვენ ეს იყოს გავაფერადოთ შავით. მათი გაერთიანება არის მეგობრებო ეგ. ნუ ეგ არის. და ითხოვენ მის დამატებით სიმრავლეს, ხო? ანუ მეგობრებო, ჩვენ მოგთხოვეს გაერთიანებული ბესთან მისი დამატებითი სიმრავლე. მოდი დავხატოთ ახლა ეს ჩვენ გავაფერადოთ როგორ. ნუ იყოს მაგალითად იყოს ვითლად. ვითლად გავაფერადოთ. ცოტა ფერი ჩემ ეკრანზე არ ჩანს, კარგად მოდი სხვა ფერს ავირჩევ. ანუ როდება უკან. მეგობრ წავშლი მაშინ. ვარდის სხვა ფერი ავიღოთ, სხვა ფერი იყოს, ცოტა მკვეთრად იყოს ვარდისფერი. რო ჩანდეს. ასეთი რაღაც მეგობრებო, აი ას. ეს არის აი ეს არის მეგობრებო ადაპტისრავლის გაერთიანებით დამატების სიმრავლე. აი ახლა მეგობრებო მოდი კიდევ დავხატოთ ეს და ვეცადოთ სხვანაირად წარმოვადგინოთ აი ეგ სიმრავლე სხვა. კიდევ როგორ შეგვიძლია ჩაგვეწერა. უბრალოდ ვაჩვენოთ მეგობრებო რომ ეს არის იგივე 100 დამატებითი სიმრავლე რომ ამიღო ეს დამატებითი სიმრავლე და ისინი გამოერთიანებია. ვაჩვენებ ახლა რომ ამის ტოლია. მოდი ვნახოთ. დავხატოთ ისე. ვიღოთ ისე სადაც ეს სიმრავლე. ნუ უბრალოდ ახლა მე რა ფორმატში ვშავ კოპირება არ აქვს რაღაც სწორედ. შემეძლო ზედა ნახატი ერთადერთი დამეკოპირები და ისე დავაწეროთ კვლავ ადაპის სიმრავლე და ნახეთ ახლა აი მოდი ეს ამის ნახატ ზემოთ არის და მოდი ნახოთ რა იქნება მეგობრებო ახლა 100 დამატებითი სიმრავლის ბეს დამატებითი სიმრავლის თანაბრად. მოდი 100 დამატებითი სიმრავლეა გავუშვათ ვთქვათ მწვანე ფერით დავხატოთ. აი რა იქნება 100 დამატებითი სიმრავლე ეგ რა იქნება. ეს იქნება ყველაფერი მოდი ასე ვერტიკალურ ხაზებს ავიღებ მეგობრებო და მწვანე ფერად თან 100 ფლატ ვერტიკალური არის ეს არის 100 დამატებითი სიმრავლე, ხო? ახლა ავიღოთ, მოდი იყოს ლურჯი ფერი. ეს დამატებითი სიმრავლე, ახლა ეს დამატებითი სიმრავლე, მოდი ვერტიკალური ჰორიზონტალური ხაზებით ასე ვქნათ, ასე. ეს არის ეს დამატებითი სიმრავლე, ხო? ყველაფერი რაც არის მეგობრებო ბეს გარეთ. ასე ბეს გარეთ, რა თქმა უნდა, ეს იქნება სიმრავლის კომპონენტებიც. რაც ბეს გარეთ, ხო? ასე. ახლა დააკვირდით რა არის მეგობრებო ამ ლურჯების და მწვანეების თანაკვით. ანუ თან უნდა იყოს ეს ვერტიკალური მწვანე ზოლები, თან უნდა იყოს ჰორიზონტალური ცისფერი ზოლებიც, ხო? ანუ უჯრედული ფორმები სადმე მიხეთ, ისევ ვარდისფრად ვაჩვენოთ ახლა ეგ. არის ისე ეს, არ არის ეგ, ასე. სადაც ორივე პალეტა ცისფერი ფერით წარმოდგენილი, ხო? ისე. არ გამოვიდა ზუსტად ის არის, რაც უნდა წარმოდგენილი და ნახაზში. კი,
საბავშვო მეგობრებო, დავასაბეთ ვაჩვენეთ, რომ ეს ორი არის რაც წერია მარცხენა მხარეს, რაც წერია მარჯვენა მხარეს, ერთი და იგივეა. ეს ალბათ ყველაზე მარტივი წარმოდგენა ამ სიტუაციის. ცოტა სახალისოც. ნახოთ ახლა 25-60-ამ დამახსენა მე ეგ სიტუაცია და რა ხდება 25-ში. სურათზე წარმოდგენილი A და B სიმრავლეებისთვის რა არის მართალი? ხო, ახლა ეგეც საინტერესო დეტალია სხვათა შორის და რა უნდა გვახსოვდეს? თუ A ჩართულია B-ში, მაშინ ავტომატურად აქედან გამოდის, რომ A-ს, ასე იგი, B-ს დამატებითი სიმრავლე ჩართული იქნება A-ს დამატებით სიმრავლეში. ანუ A სიმრავლე თუ პატარაა და შედის B სიმრავლეში, პირიქით უარყოფა ელემენტებს, ანუ დამატებითი სიმრავლე უკვე B-ს ექნება უფრო პატარა და კარგად ჩანს აქაც, აი ნახეთ, A-ს დამატებითი სიმრავლე გაცილებით დიდი გამოდის, მეგობრებო, ვიდრე B-ს დამატებითი სიმრავლე. აი აქ თქვენ ახლა B-ს დამატებითი სიმრავლე მოდი რა ვიყოთ სხვა ფერით. რომ ვიმუშოთ ახლა აქ, ჩვენ მაგალითად ვიმუშოთ ვარდისფრად ქვები. აი ესა B-ს დამატებითი სიმრავლე ხო და რა თქმა უნდა A-ს დამატებითი სიმრავლე უფრო დიდია, მაშინ შედის B-ს დამატებითი სიმრავლეც. კარგი, მოდი ვნახოთ ახლა რა უნდა 26-ს. ხო, რომელი იქნებოდა სწორი შესაბამისად, რომ A-ს დამატებითი სიმრავლეში, აი აქ გენადი იქნებოდა, G იქნებოდა სწორი 25-ში. 26. ნუ მოცემული ნახატისთვის, რომელი არის სწორი წინადადებაო და, ხო? ამას მეკითხებიან, ხო, რომელია სწორი. კარგი, აბა მოდი ვნახოთ. A-ს და დედან რომ დავიწყოთ, თქვა, A-ს თანაკვეთა C-სთან ცარიელი სიმრავლე არ არისო. პირიქით, A-ს თანაკვეთა C-სთან დიახაცრო ცარიელი სიმრავლეა. ამიტომ 26-ში D უილი პასუხი იქნებოდა. იმიტომ რომ ეგ სიმრავლეში უარყოფა კი არ უნდა იყოს ტოლობის, აქ კიცება უნდა იყოს. მერე A-ს თანაკვეთა B-სთან ჩართული უნდა იყოს, უნდა შედიოდეს C-ში და A-ს თანაკვეთა B-სთან შედის C-ში, არ შედის. ეგეც ტყუილია. B-ს გაერთიანება A-სთან უნდა შედიოდეს C-ში. აბა ვნახოთ. B-ს და A-ს გაერთიანება C-ში შედის, მეგობრებო, A და წმინდა წყლის სიდარი გამონათქმული. და დარჩა A. ნუ A-სთან და B-სთან. ეს არის B-ს თანაკვეთა C-სთან. ეს არის და შესაბამისად ისინი ერთმანეთის ტოლი არ უნდა იყვნენ. დიახაც, არ არიან და პრინციპში A გამოდიოდა აქ სწორი დებულება. მოდი ნახოთ ახლა 27-ში რა ხდება. 27. სულიწე წარმოდგენილი A, B, C სიმრავლეებისთვის, რომელია ჭეშმარიტი. ნუ მეგობრებო, ახლა აქაც მარტივად დავწუნდებთ, მოდი იგანვიხილოთ პირდაპირ. A-ს თანაკვეთა B-სთან ჩართულია C-ში, A-ს თანაკვეთა B-სთან, რა თქმა უნდა C-ში შედის. ნუ G სწორი იყო და ახლა თუ ავდგებით და დავაკვირდებით, მეგობრებო, D ტყუილია, S-ს ტყუილია, B-ც მარტივი საჩვენებელია და ახლა C ჩართული A-ს გაერთიანება B-ში, C ყველაფერს გარედან აკრავს და ეგეც ტყუილი იქნებოდა. 22. თუ უნივერსალური სიმრავლეა, მაშინ ნებისმიერი A-სთვის, U-ს გამოკლებული A იქნება, რა თქმა უნდა, A-ს დამატებითი სიმრავლე, ეს წმინდა ესეთი უფრო თეორიული საკითხია, ამფერი ინტერპრეტაცია აქ არ ხდებოდა ძირითადი თეორიისგან და მარტივი მომენტი იყო. შესაბამისად 29-ში ახლა დამატებითი სიმრავლე უარყოფის უარყოფა მტკიცება, ანუ იქნება A სიმრავლე. G იქნებოდა აქ სწორი პასუხი. 29-ში, აი ეს უკვე ჩვენ ვისაუბრეთ და პასუხი იქნება B, ყველაფრის უარყოფა. მეგობრებო, როგორც საუბრობდით, ანუ A-ს უარყოფაც უნდა მოხდეს, B-ს უარყოფაც უნდა მოხდეს და გაერთიანების უარყოფაც უნდა მოხდეს, ანუ უნდა თანაკვეთოთ ისინი ერთმანეთთან. რა იქნება 31-ში? რა არის სიმრავლის და მისი დამატებითი სიმრავლის თანაკვეთა? რა თქმა უნდა, მათ საერთო ელემენტი არ გააჩნიათ და როგორც ზემოთ ლექციის დასაწყისში ვამბობდით, ეს იქნება ცარიელი სიმრავლე.
მე-12-ში ნებისმიერი ასიმრავლისთვის რა არის მისი და მისი დამატებითი სიმრავლის გაერთიანება? ანუ მისი და ყველაფერი იმის გაერთიანება, რაც მის გარეთაა. თავისთავად უნივერსალური სიმრავლე, ხო? B იქნებოდა აქ სწორი. 33-ში. ნუ ერი არის ნამდვილი რიცხვთა სიმრავლე და აი მაძლევენ ასეთ ასიმრავლეს. მოდი წავიკითხოთ ხლა არასრავლი. ეს არის ისეთი x-ები, სადაც აი ამ პირობას უნდა აკმაყოფილებდნენ x-ები, ანუ მათი კვადრატს დავუმატო 3 უნდა იყოს 0, თან x-ი ნამდვილი რიცხვი უნდა იყოს. არსებობს ისეთი ნამდვილი რიცხვი, მეგობრებო, კვადრატში აიყვანო, ანუ არავარყოფითი გამოდის, ხო? თან 3 დავუმატო და 0 იყოს. არ არსებობს. ანუ ასეთი სიმრავლე, მეგობრებო, ცარიელია. პასუხი იქნებოდა D. 34. თუ P მარტივი რიცხვთა სიმრავლეა და S შედგენილი რიცხვთა სიმრავლე, მაშინ რა იქნება P-ს გაერთიანება S-თან? არ მოთხოვდეთ, მეგობრებო, და კი, მარტივობა შედგენილობა მხოლოდ ნატურალური რიცხვების ძუხლომობა, ანუ სხვა ვერც ერთი რიცხვი ვერ განიმარტება, როგორც მარტივი და შედგენილი, -3 არ არის მარტივი, ხო, უარყოფითია, მაგრამ მათი ერთობლიობა მაინც არ გვაძლევს ნატურალურ რიცხვებს სრულად. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ გვაკლია ერთიანი. ანუ ესე იგი ეს რა იქნება? ეს იქნება ყველა ნატურალური რიცხვი გარდა ერთის საინტერესო ჩანაწერია, ხო, ისაც ასე წერთ ხოლმე. ყველა ნატურალური რიცხვი გარდა ერთის არის მარტივი და შედგენილი რიცხვების გაერთიანება. ნუ შესაბამისად აქ პასუხი იქნებოდა D. 35. მარტივი და ესე იგი P მარტივი რიცხვებია, T ლუწი რიცხვები და მათი თანაკვეთა. აბა უბრალოდ გაიხსენე ახლა მარტივი რიცხვი უნდა იყოს ახლა ეგ სიმრავლე აი აქ რაც არის და უნდა იყოს მეგობრებო თან ლუწი, რომელიც იცით ასეთი, თან მარტივი და თან ლუწი ერთადერთი ასეთი რიცხვი არსებობს, ხო? და პასუხიც იქნებოდა შესაბამისად D. და აბა ჩვენ ნელ-ნელა უკვე მივედით ფინიშისკენ. გონია რომ თეორიული საუბრებისთვის საკამარისია მსგავსი გარჩევები და აბა მოდი ნახოთ ახლა 36, 37, 38-იც და პრინციპში დავასრულოთ ჩვენი ჩანაწერი. P ტოლგვერდა საკუთხედებია, Q ტოლფერდა, აბა რა იქნება ოქროები? აუცილებლად Q-ში იქნება ტოლგვერდა საკუთხედებს. ახლა ჩვენ თუ გავითვალისწინებთ ერთგვარ პროგრამას, რომელსაც ჩვენ მივყვებით, გეომეტრიაზე ჯერ არ გვისაუბრია, თუ ჩავთვლით, რომ ახლა მოსავლეს არ ახსოვს ტოლგვერდა და ტოლფერდა საკუთხედები რა არის, შეიძლება გაუჭიდეს, მაგრამ ტოლგვერდა არის სამივე გვერდი რომ ტოლია, ტოლფერდა არის საკუთხედები, რომელსაც მოეთხოვება მხოლოდ ორი გვერდი ჰქონდეს ტოლი, ანუ გამოდის, რომ ტოლფერდობის ცნებაში შედის მისი ერთ-ერთი კერძო შემთხვევა ტოლგვერდა, ხო? ტოლგვერდას ორი გვერდი ისედაც ტოლი აქვს. აი კიდევ უფრო მკაცრ მოთხოვნას უყენებთ, რომ მესამე გვერდის ტოლი ჰქონდეს და ამის შესაბამისად აი ასეთი დამოკიდებულება იქნება, ტოლფერდები უფრო დიდი სიმრავლე იქნება და მასში იქნება ჩართული აუცილებლად ტოლგვერდები. რაც შეეხება ტოლფერდა მართკუთხა საკუთხედებს, ახლა ის იქნება ცალკე Q-ში, ასე ცალკე იქნება, ოღონდ ტოლგვერდებთან არანაირი შეხება არ ექნება. ასე S იქნება, იმიტომ რომ S-იც ჩართულია Q-ში, მაგრამ S-თან თანაკვეთა არ გააჩნია ტოლგვერდებს და მართკუთხა საკუთხედებს საერთო არ გააჩნია. აი შესაბამისად აი ასეთი რაღაც ნახატი უნდა ყოფილიყო და ყველაზე მეტად ამას მიესადაგება მეორე რაღაცა ვენის დიაგრამებით გამოხატული წინადადება. არ გავაგზავნოთ მაშინ აქ ხავათი გახსოვება ახლა თქვენ თვითონაც უკვე გამორიცხავთ მიხვდებით რა ხდება და პასუხი B იყო 36-ში. რა ხდება 37-ში? რომელ სურათია სწორად წარმოდგენილი რიცხვთა შორის დამოკიდებულება, ახლა როდესაც ჩვენ გაკვეთილებს ვატარებთ, დინამიკაში გვხსნით ჯერ ნატურალურ რიცხვებს, თელ რიცხვებს, რაციონალურ რიცხვებს, ნამდვილ რიცხვებს, თითქმის სრულ ხატავთ ამას ლამის ალბათ ყველა რიცხვის აქტის დაწყების დროს ცალ-ცალკე და მარტივად დარწმუნდებით, მეგობრებო, რასის სწორეში როგორც რაცია გამოსახული თანაფარდო მეორე წინადადება რომ არის სწორი. და შესაბამისად კი, ხო? ჯერ არის ნატურალური რიცხვები, მერე შემოდის მათი მოპირდაპირე რიცხვები და ნული და ანუ იქმნება ნამდვილი რიცხვები, მთელი რიცხვების სიმრავლე, მერე ამას ემატება წილადი რიცხვი და რაციონალური რიცხვი.
სიმრავლე იქნება მერე ან მასე მატები რაციონალური რიცხვები და იქნება ნამდვილი რიცხვთა სიმრავლე, ხო? კარგი, 38-ში რა სიტყვობდნენ მეგობრებო? 38-ში რა უნდა აბა დავაკვირდეთ. ესე იგი, წავიკითხოთ. არის ისეთი x-ების ერთობლიობა, სადაც x არის ნატურალური თან 10-ზე ნაკლები. ნატურალური და 10-ზე ნაკლები რა არის? 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9. და b რა არის? b არის ისევ, ეგ არის a. b არის მეგობრებო ნატურალური და 7-ზე ნაკლები ანტური. ანუ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. და რა იქნება მათი თანაკვეთა? ნუ რა თქმა უნდა, b შედის თან ქვესიმრავლეა a-ში, ხო? რომ დავაკვირდეთ და მათი თანაკვეთა გამოდის იქნება თავად b სიმრავლე მეგობრებო, ხო? კარგი, მოდი 39-ის პარე. P არის მართკუთხედების სიმრავლე, Q არის რომბების სიმრავლე, რა ფიგურა ეკუთვნის თან მართკუთხედის რომ არის და თან რომბის. ნუ მართკუთხედი არის ფიგურა, რომლის ყველა კუთხე თოლია, რომბი არის ფიგურა, რომლის ყველა გვერდი თოლია და თუ ორივე თანაკვეთა თუ გვინდა ესე გვინდა ორივე თვისება გააჩნდეს ფიგურას და შესაბამისად ის უნდა იყოს სტოლკუთხა, სტოლგვერდაც და ასეთი ოთხკუთხედის კვადრატი. როდესაც ეს ყველა თვისება ერთნაირი აქვს, ხო? კუთხეებიც, გვერდებიც. ხო, შესაბამისად, გეიქნებოდა 39-ში. ნუ იმედია, გამოგვედგებათ ეს ვიდეო სიმრავლეებზე, არა მხოლოდ ზოგადი, არამედ კონკრეტული წარმოდგენის შესაქმნელად, განსაკუთრებით ამ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრეთ, მეგობრებო, ოპერაციებზე, სიმრავლეებზე, ოპერაციებზე და უნივერსალური სიმრავლის და დამატებითი სიმრავლის კონცეფციაზეც მის დამოკიდებულებაზე, ამათ დამოკიდებულებაზე ძირითად სიმრავლესთან. კარგი, აბა დროებით, მეგობრებო, შევხვდებით მომდევნო ვიდეოებში.